ერთ საამურ ზაფხულის დილას ორი პატარა დაძმა სასწავლებელში მიდიოდნენ. გზაზე ცხელოდა და მტვერი იდგა, წინ კი ჩრდილოვანი ჩალა იშლებოდა, სადაც გრილი ჰაერი ტრიალებდა. იცი რას გეტყვი? სასწავლებელში მაინც მოვესწრებით. ახლა იქ ყოფნა მოსაწყენია. ჩალაში სეირნობა კი ბევრად სასიამოვნოა. ნახე როგორ ჭიკჭიკებენ ფრინველები. დას ეს აზრი მოეწონა. ბავშვებმა წიგნები ბალახში გადაყარეს, ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და სიცილით ჭალისკენ სირბილით გაიქცნენ. მოდი ჩვენთან ითამაშე. ჭიამ უპასუხა, რომ სადილის საშოვრად მუშაობდა. ფუტკარმაც უთხრა, თაფლი უნდა შევაგროვო, ამიტომ თამაში ვერ შეძლო. ჭიანჭველა თავისზე დიდ ჩალას მიათრევდა, ციყვი თხილს აგროვებდა, მტრედი ბუდეს აშენებდა, ყველა საქმეში იყო გართული და არავის ეცალა. შენ მაინც ითამაშე ჩვენთან. თითქოს საქმე არაფერი გაქვსო. შენ მაინც ითამაშე ჩვენთან. თითქოს საქმე არაფერი გაქვსო. ნაკადულმა უპასუხა, რომ დღე და ღამე მუშაობს, მინდორს რწყავს, წყურულს უყავს, ყველაზე იმდენი საქმე აქვს, რომ მოსვენება არ იცის. შენ მაინც მოდი ჩვენთან. როგორც ჩანს საქმე არ გაქვს. დაღონებულმა ბავშვებმა პატარა ჩიტი დაინახეს და უთხრეს. შენ მაინც მოდი ჩვენთან. როგორც ჩანს საქმე არ გაქვს. მთელი დღე ბარტყებისთვის შრომობდა და ბავშვებს უთხრა. დასვენება მხოლოდ მას უხარია, ვინც თავისი საქმე შეასრულა. ბავშვებს შერცხვათ და სასწავლებელში ბეჟითად დაბრუნდნენ. მთელი დღე ბარტყებისთვის შრომობდა